საღამო მშვიდობისა 8 სექტემბერს მომხდარ დღის მთავარ ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ახლა კი ვნახოთ ანონსი. არაცხენიან მეღვინეს არაცხენიან თვითონ 35 კაბიკი 1 კილო ყიმი პური არ მომდის. პროტესტის მეორე დღე ყურძნის დაბალი ფასი ახლა უკვე კარდენახში გააპროტესტეს. რას აპირებენ მევენახეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში? ავკერფავ და გადავყრია აქ რომ სოფლიომ დაინახო რომ აქ მანქანები დადის ჩვენ ყურძნზე. აქციაზე გავმართავთ. გამოკითხვა გურჯაანში, მე რომ პარლამენტის დეპუტატი ვიყო, რა პრობლემებს მოაგვარებდა მოსახლეობა? პენსიებს მოვამატებდი პირველ რიგში. სიმართლეს დავამყარებდი პირველ რიგში. ერთად შევეგებოთ ევროპას, სიღნაღელებს ევროპული ღირებულებები გააცნეს. თავარი ჩვენი მიმართულება არის ის, რომ ძირითადი ინფორმაცია გავაცნოთ ადამიანებს ევროკავშირის შესახებ. მეტი არ ეკუთვნის კარდენახს დაფინანსება? ეკუთვნის თუ არა კარდენახს მეტი დაფინანსება. დეპუტატ სოფლისთვის გამოყოფილი 192,000 ლარი ეცოტავება. ჩავთვალოთ, რომ იქ არაფერი არ გაკეთდება ამ თანხებით. გურჯაანის მთავარ ქუჩაზე პანდუსები მოეწყობა. პანდუსები მოეწყობა ნონიშვილის ქუჩაზე მთლიანად ყველგან, სადაც არსებობს წინაღობები. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. პროტესტის მეორე დღე ყურძნის დაბალი ფასი ახლა უკვე კარდენახში გააპროტესტეს. მევენახეები მოქმედდა ექს-პრემიერს საკითხით დაინტერესებას და ყურძენზე შარშანდელი ფასების შემოღებას თხოვენ. მათი განმარტებით რქაწითელი ლარი, საფერავი კი 2 ლარი უნდა ღირდეს. ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს, რამაც მათსა და ავტომობილების მძღოლებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. რას აპირებენ მევენახეები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში და რას პასუხობს მათ ხელისუფლება ხმაურის ფონზე? ჩავლილი აქციის დეტალები ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში. არაცხენიან მეღვინეს არაცხენიან თვითონ 35 კაბიკი 1 კილო ყიმი პური არ მომდის. კარდენახელებმა გზის გადაკეტვით გააპროტესტეს ღვინის კომპანიების მიერ 35 თეთრად შეფასებული ყურძნის ფასი. მევენახეები რამდენიმე წუთის განმავლობაში ტრანსპორტს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდნენ და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ. მათივე ინფორმაციით მოწეულ ყურძენს არც ერთი ქარხანა არ იბარებს. და დამეხმარეთ რომ ჩავაბაროთ, სხვა მეტი არაფერი. მე არა. რა უნდა მოგვარდეს? ხალხს ყურძენი ურპება. რა უნდა მოგვარდეს? არ იბარებენ ჯერ, არ სამობენ რამეს. უნდათ რომ გაფუჭეს ალბათ. ახლა კიდე რა ფასაც იძლევიან, მაგ ფასში დაკრეფაში არ გვეყოფა და წაღებაში და ჩაბარებაში. მას 1 კილო მარილი ვერ უნდა იყიდოს 1 კილო ყურძენმა? რო ამაყობენ და საზღვარგარეთ პირველი ადგილი აიღო საქართველოს ღვინომო, განსაკუთრებით კახეთმაო. რანაირად აიღო ეს პირველი ადგილი? ქვევრის ღვინო, ბოჭკის ღვინო, სად მიდის ეს ოქროები? სად მიდის? თვითონ იქიდან კაბინეტიდან დაამუშეს. ცენტრალური გზა და არ გავიგე, გასაგები, აი გადაბრძანდით გზა გადაკეტილი გზა რამდენიმე წუთში გურჯაანის პოლიციის უფროსმა და პატრულის თანამშრომლებმა გახსნეს. მევენახეების პროტესტმა უკვე სოფლის ცენტრში გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს თხოვენ, რომ ყურძნის ფასი გაიზარდოს, რქაწითელი მინიმუმ 1 ლარი, ხოლო საფერავი 2 ლარი ღირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ აქციები უკვე რთulis დაწყების პერიოდშიც გამართონ და პროტესტის ნიშნად მოსავალი სოფლის ცენტრში დაყარონ. ივანიშვილს იმას მეუწოდებ, რომ კარგად დაიწყო, ქვეყანა შემოატყელა და აი ახლა ნუ გავგიშვა, გვიპატრონეს ბოლომდე. შარშანდელი როგორც იყო, მანეთი ღირდეს და მე მგონი ხალხი კმაყოფილი იქნება. რაღაცა დარჩება. შარშა გენაცვალე შხამები იყო თუ დოლარი იყო, ყველაფერი ცოტა შეღავატრი. ეხლა ყველაფერი გაიზარდა და 35 კი არ გამოდის, 20-ც არ გამოდის. დაკრეფასაც ფული უნდა. ავკერფავ და გადავყრია აქ რომ სოფლიომ დაინახო რომ აქ მანქანები დადის ჩვენ ყურძნზე. აი აქ დავყრი, აი ხიდზე. რომ ყველა გამლელმა მანქანამ გადაიარო ისე. რო დადგება რომ ხალხი ისევ გაიკარჭავს ვენახებს. ხო იყო ადრე არა? არა იქონა ფასი გაკაჭა. ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა შვილო. კარდენახელი ხალხი მესხვერთან არ ამაქვს საქმე, აქციაზე გავმართავთ. დღეს გენდობით რას გააკეთებთ, რას მოიმოქმედებს ჩვენი მთავრობა, ველოდებით 2 დღეს, თუ არა და მასიური აქციები იქნება, გადავკეთებთ ბაკურჩხელშიც და იქით სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე. მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდნენ გურჯაანის გამგებელი, მისი მოადგილე და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. გიორგი სამანიშვილი მევენახეებს შეჰპირდა, რომ 2-3 დღეში ქარხნები ყურძენს მიიღებენ, ხოლო ჩაიბარებენ თუ არა 35 თეთრზე ძვირად, ამაზე პასუხი არ ჰქონდა. კომპანიები იცით ალბათ დარეგისტრირებული არიან და ყველა ელოდება ყურძნის დამწიფებას, დამწიფებული ყურძნის ყიდვა.
მოგეხსენებათ არავის არ უნდა. რაც შეეხება, როცა მოვა პირველი მყიდველი ის იტყვის გარკვეულ ფასს და ფასი გამოჩნდება. ჩვენ ვერ დავაძალებთ გლეხებს რომ გაყიდონ უფრო იაფად, ისევე როგორც ვერ დავაძალებთ მყიდველებს იყიდონ უფრო ძვირად. ეს მე მგონი არასწორი იქნება. მევენახეები აქციების გამართვას იმ დრომდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და 1 კილოგრამი რქაწითელი ჯიშის ყურძენი მინიმუმ 1 ლარი არ გახდება. ყურძნის ფასი, სამართლიანობის აღდგენა და სოციალური პრობლემების მოგვარება. ეს ის პრიორიტეტებია, რომელთაც რიგითი მოქალაქეები პარლამენტის დეპუტატად ყოფნის შემთხვევაში მოაგვარებდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ხალხის რჩეულის მთავარი მიზანი სწორედ ხალხზე ზრუნვა უნდა იყოს. გლეხის შრომას დავაფასებდი პირველ რიგში. იმიტომ რომ გლეხის შრომა არ აფასობს. თავრობისა ყველაფერი ძვირია და უმატებენ და ჩვენ შრომას ფასი არ აქვს. ელემენტარული ახლა ყურძნის ჩაბარება მოდის და რა არის? წამლის საფასურსაც ვერ აიღებენ ხალხი. საერთოდ საქართველოში ყველას უჭირს ახლა შეიძლება 100%-დან 10%-ია რომელსაც არ უჭირს. ნუ რაღაცას ან პენსიებს მოვამატებდი პირველ რიგში. ფაბრიკა ქარხნებზე ვიზრუნებდი რომ ახალგაზრდა მაინც იყოს დასაქმებული. და მე მგონი ჩვენ თავრობას ეგ საერთოდ არ აინტერესებს. ხალხის გაჭირვება უნდა მიიტანონ გულთან ყველამ. რომ ხალხი ყველანაირად გაჭირვებულია. ეს დოლარმა აიწია და სიმართლეს დავამყარებდი პირველ რიგში. და ხალხიც უნდა თითქოს გამოსწორდეს. მარტო მთავრობა არ არის, მაგრამ თავრობას გავანთავისუფლებდი ყველას. ერთად შევეგებოთ ევროპას. ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის ავტობუსი ამჯერად სიღნაღში ჩავიდა და ცენტრის წარმომადგენლებმა აქაურებს ევროპული ღირებულებები გააცნეს. შეხვედრის ძირითადი მიზანი კი საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გამარტივებული სახით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გადაცემა. იცნობენ თუ არა ევროპულ ღირებულებებს და რამდენად მისაღებია ის მათთვის. შეხვედრის შემდეგ ვერა იაშვილი სიღნაღელების აზრითაც დაინტერესდა. სლოგანით ერთად შევეგებოთ ევროპას. ევროკავშირის წარმომადგენლები ამჯერად სიღნაღს ესტუმრნენ. საინფორმაციო მობილურმა ცენტრმა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ევროპული ღირებულებები გააცნო და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ძირითადი მიზანი კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გამარტივებული სახით მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გადაცემა. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს ევროპის უკეთ გასაცნობა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი მოგზაურობა ევროპაში უჩვენეს და საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცემული წიგნი 12 გაკვეთილი ევროპის შესახებ გადასცეს. ჩვენი სიღნაღში ჩამოსვლის ძირითადი მიზანია, რომ გაუზიაროთ ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ ხალხს, რადგან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო და ევროპა უკვე ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოების ჩართულობა, დასვან კითხვები და ჩვენ მზად ვართ ყველას ამომწურავად უპასუხოთ. ჩვენი პროექტი არის საინფორმაციო პროექტი, რომელიც ევროკავშირმა ჩაიფიქრა თავის დროზე 3 წლის წინ, უკვე 3.5 წლის წინ, იმისთვის რომ გაეცნო საქართველოს რეგიონებში ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია. თავედნიურად ყველაზე მეტად ევროკავშირი აინტერესებს ახალგაზრდებს, ყველაზე მეტად იციან ევროკავშირი ახალგაზრდებმა, ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს და ყველაზე უფრო მეტად აინტერესებთ, იმიტომ რომ იციან რომ ევროკავშირი მათ აძლევს თავისუფალ უფასო განათლების საშუალებას, ევროკავშირი აძლევს პირდებად უფრო თავისუფალ მიმოსვლას ევროპასთან ვიზო მიმოსვლას პირდებად თავისუფალ ვაჭრობას, რაც პრინციპში უკვე დაწყებულია. აღნიშნულ შეხვედრას და კონფერენციას რა თქმა უნდა მივესალმები, იგი ტარდება ევროკავშირის ეგიდით. მის ძირითადი მიზეზია ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრირება ევროპასთან და იგი ემსახურება იმას, რომ მოსახლეობაში ჩამოყალიბდეს სხვანაირი აზროვნება, ახალი მიდგომები, სხვა მენტალიტეტი, რაც აუცილებელია, რომ მომზადებულები შეხვდეთ ევროპასთან ინტეგრირებას. რა არის ევროკავშირი? იცნობენ თუ არა ევროპულ ღირებულებებს და რამდენად სურთ მისი მიღება? ამ კითხვებით ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია სიღნაღელების პოზიცია და გამოკითხვა ჩავატარეთ. მე ერთი ის ვიცი და დიდი სურვილი მაქვს, რომ ის რაც ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვის იქნება კარგი და საუკეთესო, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივესალმები ის რაც იქნება ჩემი სამშობლოსთვის, ჩემი ქვეყნისთვის პროგრესიული, კარგი, ჩვენი მომავლისთვის,
ჩვენი საზოგადოებისთვის შესანიშნავი იქნება. ევროპულ ღირებულებებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ზოგადად მომწონს ევროპა, მაგრამ თავის მინუსებიც გააჩნია, ზოგადად პატარა ქვეყნებისთვის ტრადიციები და სიკარგება. რაც მეტად ხდება გლობალიზაცია და მეტად შევდივართ ევროპაში, პატარა ქვეყნები კარგავს საკუთარ ღირებულებებს და ტრადიციებს. მე მგონი კარგი იქნება, რა ვიცი რა გითხრათ. ცხოვრების პირობები უნდა გაუმჯობესდეს ჩემი აზრით. რაც ახლა არ არის, როგორც საჭიროა. მე არ ვიცი სიკეთე არც ევროკავშირისა, არც არავისი. მე ვიცოდი კომუნისტების სიკეთე და ის უფრო მეტად მაწყობს. არა, ნამდვილად არ ვიცი რა ღირებებულები აქვს და რა ფასები აქვს. მაგრამ გინდათ ევროკავშირში? რა ვიცი იყოს კი ბატონო. ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი კი შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს. მათი ავტობუსი საქართველოს ყველა რეგიონში ჩავა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სკოლებს ევროპული ღირებულებების შესახებ მოუყვება. ეკუთვნის თუ არა კარდენახს მეტი დაფინანსება. დეპუტატ სოფლისთვის გამოყოფილი 192.000 ლარი ეცოდავება. ჩავთვალოთ, რომ იქ არაფერი არ გაკეთდება ამ თანხებით. გურჯაანის მთავარ ქუჩაზე პანდუსები მოეწყობა. პანდუსები მოეწყობა ნონიშვილის ქუჩაზე მთლიანად ყველგან, სადაც არსებობს წინაღობები. 2016 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ 26 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის კარდენახში სასაფლაონდე მისასვლელი ორივე გზის მოსაწესრიგებლად 192.000 ლარია გათვალისწინებული. საკრებულოს ხდომაზე ამ საკითხის განხილვას სოფლის დეპუტატის პროტესტი მოხვა. სიმონ ქოჩარაშვილის გამოყოფილი 192.000 ლარი ეცოტავება და დაფინანსების გაზრდას ითხოვს. რატო გამოყოფილი 2016 წელში მეტი არ ეკუთვნის კარდენახს დაფინანსება? კარდენახი ძალიან დიდი სოფელია, როგორც ტერიტორიულად, ისე მოსახლეობით და რთული რელიეფია ძალიან, რის გათვალისწინებაც კრიტერიუმებში უნდა მოხდეს ყოველთვის და პრიორიტეტები უნდა დაისახოს მაგის და მიხედვით, იმიტომ რომ რელიეფურად რთული სოფელი ყოველთვის ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე ძალიან რთულია იქ წარმოება საქმის და რა თქმა უნდა ძვირიც. აქედან გამომდინარე რაღაც მინიმალურ და მიზერულ თანხებს რო გვისვავენ, ჩავთვალოთ, რომ იქ არაფერი არ გაკეთდება ამ თანხებით, იმიტომ რომ სოფელმა იგზნოს, თუნდაც რაღაცა წინსვლა იგზნოს. მალე გურჯაანის მთავარ ქუჩაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პანდუსები მოეწყობა. ამისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 15.000 ლარი გამოყო. სპეციალური დამბრეცები გამგეობის შენობას და კულტურის ცენტრსაც ექნება. მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. პანდუსების მოწყობა არის აუცილებელი, იმიტომ რომ ეს შეშემო პირები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვიზრუნოთ მათი, როგორ ვთქვა, უფლებებისთვის და მათ გაუადვილოთ ცხოვრება. 15.000 ლარი გამოიყო პანდუსების მოსაწყობად, საკრებულო ამაზე უკვე თანხმობა გასცა. პანდუსები მოეწყობა ნონიშვილის ქუჩაზე მთლიანად ყველგან, სადაც არსებობს წინაღობები. პანდუსი მოეწყობა ასევე კულტურის სახლის შესასვლელში. მე ვთვლი, რომ აუცილებელია, იმიტომ რომ შეზღუდული უნარის ადამიანებსაც უნდათ გადაადგილება და საჭიროა, რა თქმა უნდა. აუცილებლად ვთვლი. არიან ესეთი ხალხი, რომელსაც ჭირდებათ. და მოხარულები ვიქნებით ყველა რაღაც. თელავში ხევისარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, ხევი მთლიანად მოწესრიგდა. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი დასასვენებელი ადგილები და სასმელი წყლის ფონტანები მოეწყო. მთლიანად მოხდა ფსკერის რეაბილიტაცია, კედლების რეაბილიტაცია, გარკვეულ ნაწილში მოხდა მოაჯირების მონტაჟი, მოსასვენებელი ადგილების დამონტაჟი და ურნები და სასმელი წყლის ფონტანები, აგრეთვე გაზონები, რომელიც აღჭურვილია ავტომატიზირებული მორწყვის სისტემით, როგორც ჩვენ ვხედავთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სრული წმინდა იორდანეს სახელობის წყალს, რომელიც შეთანხმებული იყო მისი პროექტი ალავერდის ეპარქიასთან და საპატრიარქოსთან. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა 9-13 სექტემბერს ქალაქ დალიანსა და პეკინში ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ მაღალი რანგის შეხვედრას გამართავს. მათ შორის პრემიერ-მინისტრი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სიტყვით გამოვა სესიაზე თანამედროვე აბრეშუმის გზა და სხვა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინელ კოლეგას ალი კეციანს შეხვდება. ჩინეთში ვიზიტამდე კი საქართველოს დელეგაცია ბიშკეკში ჩავიდა. საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი დახვდა. მხარეებმა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დავით გარეჯის ქუჩაზე ჯართის მიმღები პუნქტის ოფისიდან კომპიუტერის 2 პროცესორი, ხოლო ეზოდან ფერადი ლითონი მოიპარა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე დღეში თავისი ნათესავის სახლში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გადამალული ნივთები ნივთმტკიცება დამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გადაბნის რაიონში ერთი პირი დავაკავეთ, რომელმაც რუსთავში ჯართის მიღების პუნქტიდან ფერადი ლითონი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა. დავადგინეთ, რომ დაკავებულმა მოპარული ნივთების ნაწილი გაყიდა, ნაწილი კი გადამალა, რომელიც მტკიცებას ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. ქართველ ფერმერებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დასანერგად ტრენინგები უტარდებათ. როგორც ასოციაცია მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგინეიშვილი განმარტავს, ჰასპის შესახებ მეცხოველეობა, მეფრინველეობისა და რძის პროდუქტების წარმოების დარგის ფერმერებისა თუ მეწარმეების ინფორმირებლობის დონის გასაზრდელად ტრენინგებს აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორი ჩაატარებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 30 ფერმერი შეირჩა. როგორც ისინი ამბობენ, თანამედროვე სტანდარტებს საქართველოში საწარმოთა მხოლოდ მცირე ნაწილი აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ მსგავსი სახის ტრენინგებს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურებია გასავლელი და საკმაოდ ძვირი ჯდება ამის გაკეთება და ფერმერებს ჯერ წარმოდგენაც არ აქვს ძალიან ბევრს განსაკუთრებით საშუალო და წყვილ ფერმერებს რა ეხება საქმე და საერთოდ რა არის ხასპი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათთვის უფასოდ გავაკეთოთ ესეთი სასწავლო ტრენინგის ციკლი და ჩამოვიყვანეთ ამერიკის აიდაჰოს უნივერსიტეტიდან პროფესორი, რომელიც თეორიულად და პრაქტიკულად იმუშავებს 10 დღის განმავლობაში მათთვის. როგორც ვიცი, დღესდღეობით სურსათის უნებლობისა და საფრთხის ანალიზის და კონკრეტულად ჰასპის პრინციპები სრულიად ახალი შემომავალი საკითხია საქართველოსთვის. დღესდღეობით საქართველოში კანონმდებლობა ნერგავს ჰასპის სტანდარტებს. ამიტომ საქართველოს დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. ასევე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია საქართველოს ამ კუთხით. ჩვენთვის მეფრინველეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შეხვედრები. თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის მომავალში საქმიანობისთვის. ესე იგი ხელშეუწყობს საღი და ჯანმრთელი პროდუქტის წარმოებას. ვინაიდან რეგულაცია უკვე ძალაში შედის და რეალურად ჩვენ ესე იგი სასაფლაოები ჰასპის სტანდარტზე უნდა გადავიყვანოთ. პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის ჩართულობის უზრუნველად საყოფად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე მხარეთა თანაინვესტირებითა და უშუალო ჩართულობით სარკინიგზო ტრანსპორტის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდება, სადაც კონკრეტული მიმართულებებით მოხდება სტუდენტთა გადამზადება და შემდგომ მათი დასაქმება. საქართველოს რკინიგზა როგორც დამკვეთი და დამსაქმებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ტექნიკურ უნივერსიტეტს ერთად უშუალოდ ჩართული იქნება პროცესში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მიზანმიმართულად ვიწყებთ იმ დასაქმების პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ ეტაპზე რკინიგზას გააჩნია კადრების კუთხით. ნამდვილად დაკვეთა დიდია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთი ჩართული იქნება როგორც საგანმანათლებლო პროცესში, ისე საწარმოო პრაქტიკაში და ეს იქნება გარანტირებული დასაქმება იმ სტუდენტებისათვის, ვინც გადამზადდება ამ კოლეჯში. როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში იგეგმება ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის რეალიზაცია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რკინიგზისთვის მოხდეს მასობრივი პროფესიებზე სტუდენტების შერჩევა, მათი გადამზადება. საქართველოს რკინიგზას საპარტნიორო ფონდთან ერთად გადაწყვეტილი აქვს დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის ინვესტირება
პროფესიული გადამზადების ცენტრი. ძალიან საინტერესო მოდელი ხორციელდება განათლების სისტემაში, როცა უშუალოდ დამკვეთი ხდება თანადამფუძნებელი იმ ინსტიტუციის, რომელმაც უნდა გაატაროს, ასე ვთქვათ, ახალი პროგრამები შემოიტანოს საგანმანათლებლო სივრცეში. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოს რკინიგზის ტექნიკური უნივერსიტეტის და განათლების და მეცნიერების სამინისტროს კოოპერაციასთან იმ შედეგთან, რომელიც იქნება ახალი საგანმანათლებლო სივრცე, რკინიგზის კოლეჯი. ბურთის ზომის სეტყვა მეთევზეებს შუა ზღვაში მოუსწროთ. დათვების სახლის უკანა ეზოში. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. უნგრეთში ლტოლვილთა ახალი ნაკადი შეიჭრა რამდენიმე ასეულმა მიგრანტმა სერბეთი-უნგრეთის საზღვარზე. პოლიციის დერეფანი გაარღვია და ბუდაპეშტის მიმართულებით გაემართა. ლტოლვილებს ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუხდათ. ევროკავშირი ფერმერების დასახმარებლად 500 მილიონი ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა განაცხადეს. BBC-ს ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელმა ფერმერებმა ბრიუსელში 1000-იანი აქცია გამართეს. მათ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დაცემა გააპროტესტეს. გამოყოფილი თანხა ძირითადად რძის მწარმოებლებს მოხმარდება, რომლებიც რუსეთის მიერ ევროკავშირის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამ ყველაზე მეტად დაასარავა. მოლდოვის პრეზიდენტი ნიკოლაი ტიმოპტი არ გადადგება. ამის შესახებ მოლდოვური მედიის ცნობით ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იონ პედურარომ განაცხადა. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მოლდოვაში საპროტესტო აქცია 6 სექტემბერს დაიწყო. კიშინიოვის ცენტრში 100,000 ადამიანი შეიკრიბა და ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ახალი მთავრობის ფორმირება მოითხოვა. დემონსტრანტების აზრით პრეზიდენტი პირადად არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ და უცნაურმა ბლოგმა გაავრცელეს. ბურთის ზომის სეტყვა მეთევზეებს შუა ზღვაში მოუსწრო. გასულ უქმეებზე იტალიის ქალაქ ნეაპოლში ძლიერი სეტყვა მოვიდა. თვითმხილველების თქმით, ციდან პინგ-პონგის ბურთის ზომის სეტყვა ცვიოდა. ეს კარგად ჩანს ვიდეოდანაც, რომელიც იტალიელმა მეთევზეებმა შუა ზღვაში გადაიღეს. დათვების სახლის უკანა ეზოში. ცხელზაფხულში ეზოში თამაში და აუში ნებივრობა არა მარტო ადამიანებისთვის ყოფილა კარგი გასართობი. უცნაური ბლოგი ავრცელებს ვიდეოს და წერს, რომ ერთ-ერთ ეზოში გასაგრილებლად დათვები შევიდნენ. მათ ვიდეო სახლში მყოფმა დედაშვილმა გადაუღო. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა. გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. დავით ქაჯაია ძარიანი ავტომობილებით რბოლაში კვლავ ლიდერობს. და ბოლოს დღის სხვა ამბები. 1-0 ირლანდიის სასარგებლოდ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან კიდევ ერთხელ დამარცხდა. ფეხბურთელებმა თამაში კარგად დაიწყეს და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ბოლომდე თავდადებით დაიხარჯნენ, თუმცა ერთადერთი შეცდომის გამო გოლი გაუშვეს და მატჩი წააგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ მია ფორსის წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი წარმატება მოიპოვა. დავით ქაჯაია ძარიანი ავტომობილებით რბოლაში კვლავ ლიდერობს. ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში 5 და 6 სექტემბერს გაიმართა, სპორტსმენმა თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულ ავტომრბოლეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენი პირველად იღებს მონაწილეობას და განვლილი 4 ეტაპის მიხედვით დავით ქაჯაია სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ეს იყო მეოთხე ეტაპი ევროპის ჩემპიონატში, ანუ ძალიან ავტომობილებში. კვლავ დავიკავე პირველი ადგილი და ლიდერობ როგორც ჩემ კლასში, ასევე საერთო ჩათვლაში, კულას არაოდენობით. მინდა დიდი მადლობა უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ მიდგანან გვერდში და მოახერხეს ეს ყველაფერი, რომ მიმეღო მონაწილეობა ამ შესანიშნავ ჩემპიონატში. ჩემ გამარჯვებას ვუძღვნი ქართულ პოლიციელებს, რომლებიც დგანან ქვეყნის სამსახურში.
დევიდ ბექჰემი მსახიობის ამპლუაში. ინგლისის ნაკრების ყოფილი ლიდერი გაი რიჩმა ფილმში გადაიღო. 6-სერიანი სურათის პირველი ნაწილი ეკრანებზე 2016 წელს გამოვა. ფილმი მეფე არტურის გმირობების შესახებ გადაიღეს და მასში ფეხბურთელი მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება დასრულდა, ნახვამდის.